ფერების და კონტრასტების ქვეყანა, რომლის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ფილოსოფია მილიონებს ხიბლავს. ინდოეთზე შეყვარებული ქართველი ქალბატონი, რომელიც ინდურ კულტურას ქართველებს აცნობს. ნინო კრავეიშვილი თაკო ჩხეიძის რუბრიკაში შენიდრო. და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო სტუმარს. დილა მშვიდობისა თაკო. დილა მშვიდობის. როგორ გიკითხოთ? მადლობა, კარგად. თავადაც ხომ კარგად ბრძანდებით. მადლობთ, კარგად. შვენივრად. დღეს გადავალ პირდაპირ ჩემ სტუმარზე და თემაზე, ცოტას ვიმოგზაურებთ. ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანა მსოფლიოში, თავისი ფერებითა და კონტრასტებით. ინდური მუსიკა, ცეკვა, ტრადიციები და ფილოსოფია საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა მოგზაურებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს. დღეს ჩვენს გადაცემაში გვყავს სტუმარი, რომელიც უკვე წლები ამ კულტურითაა შთაგონებული და ცდილობს ქართველებს გააცნოს ის. ქალბატონი ნინო კრავეიშვილი, ინდური კულტურის ცენტრის ლაქშმის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია ჩვენთან. გთხოვთ ნინო, შემოხვიდეთ. მე მინიმუმ მეგონა რომ წითელი ნიშანი გეკნებოდა და არია. ეგ შემდეგისთვის შემოვიდეთ. შემდეგისთვის. გამარჯობა. დილა მშვიდობის, გმადლობთ რომ სტუმრობთ. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. დავიწყოთ ამ საოცარი თემით, საოცარი ქვეყანით. როდის დაიწყო თქვენი სიყვარული ინდოეთის მიმართ და აი პირველი ესეთი შთაბეჭდილება თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ? ველოდებოდი ამ კითხვას, ხშირად მიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხუმრობ ხოლმე რომ ანუ კი არ შემიყვარდა თქო ინდოეთი, მე მგონი რომ დავიბადე, უკვე მიყვარდა. ოღონდ ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ მე მგონი მართლა ასეა, იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს, აი არ ვიცი, შორეული ბავშვობიდან ყოველთვის იყო ინდოეთი ჩემს ცხოვრებაში, ну სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვანაირად, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ვიყავი და ну იმ ასაკში, რა თქმა უნდა, ეს კინოფილმებიდან, ეკრანზე ნანახი ფილმებიდან დაიწყო და ну პირველი შთაბეჭდილება ეს არის. ბოდიში ეკრანზე ნანახი ფილმები ოთარს ვეუბნებოდი გახსოვს კინოთეატრებში რომ გადიოდნენ და მით უმეტეს ჩემი ასაკის ადამიანები ახლა მიხვდებიან, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა კინოთეატრის 90 ზიტა და გიტა და სუსიშვილები და გვიანიშვილის ძიება. აჰა, ну სად მოხვდი, იმიტომ მიყვარს თქვენი გადაცემა. და როგორ გადაწყვიტათ მოგზაურობა? აი პირველად როდის მოხვდით უშუალოდ ინდოეთში? პირველი მოგზაურობა ეს არ იყო ჩემი დაგეგმილი ტური, ეს იყო ფესტივალი, თქვენი ტელევიზიით გაშუქდა ეს ქართული ინდური ფესტივალი იყო ნიუ-დელიში და ჯგუფთან ერთად, ანსამბლთან ერთად ვიყავით მიწვეული. ეს იყო 3 დღიანი ფესტივალი და ну რაღაც საოცარი შთაბეჭდილება იყო. ну ჯერ ერთი მხრივ რომ პირველად ვიყავი ეს და ვიყავით ჯგუფთან ერთად და მეორე ის რომ ну როდესაც აი ესე უცხო ქვეყნის კულტურასთან გაქვს შეხება და ასე შორეული ქვეყნის და უცებ გეძლება შესაძლებლობა რომ აი შენი ნაშრომი წაიღო და აჩვენო ინდური მაყურებელს ძალიან ესეთი ემოციური თემა იყო ჩვენთვის. და რა მოხიბლათ აი ყველაზე ძალიან აი პირველი შთაბეჭდილება რომ მოხვდით აი ამ ქვეყანაში? ხო, აი პირველი შთაბეჭდილება ჩემი ის იყო რომ სახლში დავბრუნდი. ოღონდ ვიცი ხა ხო, აი მართლა გეუბნებით და ყოველთვის ასე ვარ, ყველა ჩასვლაზე მგონია რომ აი რაღაცა დაცული ვარ, სახლში დავბრუნდი. ну ჩემთვის განსაკუთრებული ალბათ ის არის რომ რა ვიცი, ჩემთვის მგონია რომ ეს ქვეყანა რეინკარნაციულია და ასე აქედან მოდის ეს რაღაცა უცნაური კავშირი. ну რამ შეიძლება მოგხიბლოს ახლა ინდოეთში? არ ვიცი, ну პირველი ალბათ უშუალოდ როცა შეეხები ეს არის ენერგეტიკა ამ ქვეყნის, საოცარი ფერები, აქედან ახლა ეს ყველა მიცის უკვე კულტურის მრავალფეროვნება, 28 შტატია და 28 შტატი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რას გინდა შეეხო არქიტექტურა, სამზარეულო, ჩაცმულობა, ცეკვა, მუსიკა, კლასიკური, ფოლკლორი, ყველაფერი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულია ყველა შტატში. და ეს სიჭრელი ალბათ პირველი რაც ხდება თვალში. მერე მათი ფილოსოფია, ღრმა ფილოსოფია. ცხოვრებისადმი საკითხებისადმი მიდგომა, არამატერიალური მიდგომა, სულიერი კუთხით. რა ვიცი, ყველაფერი საინტერესოა. მოვყვებით ჩემ პატარა გამოცდილება 3 წლის წინ ვიმოგზაურე ინდოეთში და მართლაც აღმოჩენა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული კულტურის არის. აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდები და პირველი რაც მომხვდა თვალში და რაც აღმოფთოვნა, ეს იყო ფერები. საოცარი ფერები, არქიტექტურა და ადამიანები, ანუ მართლა ძალიან ისეთი ქვეყანა არის სიღარიბეც, არის სიმდიდრეც, არის სიბინძურეც, არის სისუფთავეც, აი ძალიან
კონტრასტულია ეს ქვეყანა, ხალხი ძალიან კონტრასტულია და რაც ძალიან დავამახსოვრდა და თვალში მომხვდა, ეს არის ადამიანები, რომლებიც არიან ბედნიერები. ძალიან გულწრფელები და ასხივებენ ამ ბედნიერებას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კასტის წარმომადგენლები არიან და ხშირად ვიკითხულობდი კიდევაც, რომ როგორ ხართ აი ესეთი ბედნიერები და აი არანაირი შური, არანაირი აი სულიერება ახსენეთ. ესა და ისე ამაზეც მოგყვეთ ეს რა არის. უცნაური თვისება აქვს ამ ქვეყანას. პროვოცირებას უკეთებს იმას, რაც არის ადამიანის შიგნით და გახედებს, აი სარკერო დაუდგა ადამიანს წინ და ჩაახედო საკუთარ თავში. აი ნახეთ თუ ადამიანში არის სიმშვიდე, თუ არის ჰარმონია, იგივეს დაინახავ იქ რო ჩახვალ. თუ არის რაღაცა შიშები, ბრძოლები, შინაგანი ბრძოლები, აგრესია, იგივეს მოგეჩვენება რაღაცა ხმა, მარტო ანუ მოგეჩვენება არა არის რეალურად, მაგრამ მარტო ამაში ამჩნევ ამ ხმაურს, დაძაბულობას, სულიერებას ეძებ იპოვი. თუ ჩადიხარ გახსნილი რაღაცა ღია კონტაქტებისთვის, აი აბსოლუტურად იგივეს მიიღებ იმ მათი მხრიდან საპასუხო ძალიან კეთილი ხალხია, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. როდესაც ჩამოვდივარ და რაღაც კონტენტს ვდებ უფრო YouTube-ზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ნუ იმ წუთში მწერენ, რომ აი თქვენ სხვა ინდოეთს გვაჩვენებთ, ხო არის მეორე ინდოეთი, იმას რატო ვარდებთ? კი, მე დავდებ. არის ნამდვილად არის. ახსენეთ კონტრასტები, არის ხმაურიც, სიმშვიდეც, ქაოსიც. საოცარი ხმაურია. იგივე სისუფთავისთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ აი შეუძლებელია ხო თქვენ თქვით, რომ რაჯასტანში იყავით ჰავამახალზე საუბრობთ წეგან. აი შეუძლებელია იდგე ჰავამახალის წინ და ამჩნევდე რაღაცამ გახსნა წირს. ანუ აქ თავარი არის ასე მგონია ჩვენ რას ვეძებთ. ჩვენ რასაც ეძებს ადამიანი, იპოვეს ინდოეთში ყველაფერს იპოვი, რაც გჭირდება. ინდოეთი არაფერს ჩვენი მიდგომებია სხვადასხვანაირი ასე მგონია და ჩვენი შინაგანი ანუ ჰარმონიულად თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ იქ თავს. მე ამ ფერებმა მომხიბლა, აი რაჯასტანი ახსენეთ, მე ვიყავი ჯაიპური არის ესეთი ქალაქი, სადაც აი ცნობილი ქარების სასახლე ქვია, ხო? 900 სარკმელი, რომელიც აი მთელი ქალაქი არის ვარდისფერი, უბრალოდ დედოფალი გონია თავი. საოცრებად და იქვე იყო პატარა ბაზარი, აი იქვე იყო და იყიდებოდა ყვავილების, როგორ თქვა, აი ძივები, ესე ვთქვა, თქო, ეს ფერები, ხალხნო, აი ძალიან ბევრი მარკეტია ჯაიპურში, იმიტომ რომ ტურისტებზეა უმეტესად. უამრავი ტურისტია ინდოეთში. აი არის, ნუ უფრო მეტად ახლა ინტერესი არის უფრო ისეთ ქალაქებში, წმინდა ქალაქებში, ვარანასი, რიშიკეში, ჰარიდვარი. აი ეს მიდოდა მეკითხა, პირველად როდესაც მიდიხარ ინდოეთში, ადამიანი გეგმავს ინდოეთში მოგზაურობა. საკმაოდ დიდია, ხო? აი რას ურჩევთ, რა უნდა მოინახულოს? რომ აი მიხვდეს ინდოეთის. რამდენიმე წინადადებაში ალბათ ესე მე მაინც ვიტყოდი რომ თუ ახლა გაჩნია ვინ რისთვის მიდის იგივე აი უბრალოდ სამოგზაუროთვის მიდის და დასვენება უნდა ალბათ კერალა და გოა ნუ სანაპირო თუმცა ასე გოაში ძველი გოა უცბად უნდა ნახოს თუ მოხდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქრისტიანული ტაძარია ძალიან ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს სხვათა შორის ინდოეთში გოაშიც ბევრი ტაძარი კათოლიკური რა თქმა უნდა მანდ არის უკვე გეცოდინებათ ეს რა თქმა უნდა თქვენს გადაცემაშიც არაერთხელ გაჟღერდა მე მახსოვს ქეთევან დედოფლის წმინდა ავგუსტინეს სამონასტრო კომპლექსი, სადაც აღმოაჩინეს, მე მაგით უფრო დავგეგმეთ გოა, დიახ, წმინდა ნაწილები 2021 წელს ნაწილი ჩამოიტანეს საჩუქრად გადასცა საქართველოს, მინისტრმა ჩამოიტანა თვითონ და ნაწილი გოა საერთაშორისო მუზეუმში არის დაცული, არის იმდენად ემოციური თემა იყო არის ჩვენი დედოფლის კუთხე და დიახ. ნუ ვისაც ისტორია უფრო აინტერესებს და ეს არქიტექტურა, ალბათ თქვენ რას თქვით რაჯასტანი არა მარტო ჯაიპური, ჯოდჰპური, უდაიპური ულამაზესი ტბების გარშემო ჩასასვლელი გეიტი, ულამაზესი ქალაქებია. აქ უფრო ინდოეთს, ინდოეთის ისტორიასთან უფრო გავშეხება. ნუ ინდური ტრადიციები უფრო სულიერება, აი თუ რელიგიის კუთხითაც აინტერესებს სამხრეთ ინდოეთი. ძალიან საინტერესოა, ისედაც არის კადრები, არქიტექტურა საოცარი. არის ასეთი ადგილი დანუშკოდი, ქვია, სადაც ლეგენდის თანახმად, იცით რა ადგილია, ბოლომიწა ინდოეთის შრი-ლანკასთან საოცარი ადგილია. მე ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ რეინკარნაცია ახსენეთ სიტყვა და შეიძლება ადამიანს ისე უყვარდეს რომელიმე ქვეყანა, რომ ამ ქვეყანასთან ბმა ისე გქონდეს, რომ რეინკარნაციის ჯეროდეს? ნახეთ ჩვენ რისი გვჯერა ერთია რისი გვჯერა უბრალოდ ესე ბრმად და მეორეა ჩვენ შეგრძნებებს თუ უსმენთ და ჩვენს ინტუიციას თუ უსმენთ ჩვენს ქვეცნობიერს თუ უსმენთ შეუძლებელია მაშინ მაგკუთხით თუ მეუდგებით ალბათ არ ვიცი ბევრი ხსმენიათ ასეთი რომ წინასწარ ნახულობდე ადგილებს სადაც ფეხი არ დაგიდგამ სიზმარში და მე გეგმავდე რომ აქ აუცილებლად უნდა ჩავიდე და ვნახო ასე იყავი პირველად აი თქვენ თქვით რომ ყველა ასაკში მქონდა ეს შეხება ბავშვობიდან პირველი და აი არ ვიცი
გამოცდილება ნუ ახლა მაშინ ამდენს ვერ გავაცნობიერებდი ცხადიანი ნუ ახლა რეინკარნაციას უწევს და ხუთის ასაკში მაგრამ ის რომ აი პირველად დედამ რო წამეყვანა ფილმის ანახავა და მე რო დამყავდა დედა ყოველ დღე და ყოველ მეორე დღეს რო კიდე მინდოდა ფილმის ნუ მოგვიანებით ჩემი ხელით რო ქმნიდი ამ სამს ეს ბევრს ხონია შეიძლება მაგრამ არ ვიცი ფოტოგრაფია ვისწავლი იმის გამო რომ იმ პერიოდში უნდა გაგემჟღავნები და ფოტოები ხო გახსოვთ და საკუთარ თავისთვის გადამეღო რაღაცა ეს ფოტოები დღემდე მაქვს შენახული აი სულ მქონდა რაღაცა მეძახდა ყოველთვის და პირველი გასვლა რომელ ასაკში იყო მაინც პირველი გასვლა უკვე დიდი ლაქსმი უკვე ანსამბლი ყავდა და მათთან ერთად ფესტივალზე მოხვდი პირველად და ნუ იმის შემდეგ უკვე ჩემი და რამდენად ხშირად მოგზაურობთ ინდოეთში ნუ ახლა როდის ჩამოხოდით დღეს გამთენიას ხართ არა ახლა სხვაგან ვიყავით რაღაც ანსამბლთან მაგრამ ისა ჩამოვედი 10 დღეს წინ წელიწადში რამოდენიმეჯერ ერთი არა მე რამდენჯერ ზუგდიდში დავდივარ ესე დადის ინდოეთში წელიწადში ერთხელ ალბათ წელიწადში ერთხელ და იფსებით ხო ახალი ენერგიით რომ მიშვებდეს ოჯახის საქმე ალბათ უფრო მეტჯერაც ავიდოდი აი ხა დღევანდელ დღეს ძალიან მოდაში არის ეს თქვით ხა ჩვენ ხო სულიერებას შევეხეთ და განვითარებას და იოგა პილატესი და მსგავსი მედიტაციები ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ დადიან ინდოეთში სპეციალურ ესეთი ტურები არის აი გაიწმინდო და ისვენო სულიერად მოგვიყევით ამის შესახებ სიმართლე გითხრათ მე ასეთი ტურით არ ყოფილი ვარ მაგრამ ნუ ახლა ეს მედიტაცია რო და იოგა რო მათი ყოველდღიური ყოფის ნაწილია ჩვეულებრივად ეს ვიცით და ყველგან ბოდიში ჩაგეკითხებით ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ყველასთვის კი ნუ უმეტესობისთვის იმიტომაც არის ესეთი ბედნიერები რა დადიან ბედნიერები ნებისმიერ ანუ ნახეთ ფილოსოფია აქვს სრულიად განსხვავებული ბედნიერი აი მე რას მივხვდი ინდოეთთან კონტაქტის შემდეგ რომ ნუ შეხების შემდეგ რომ ბედნიერება არის აი ეს მდგომარეობა რომელიც ყველა წურმაში თავად უნდა იყოს თავად და მიზეზი არ გჭირდება ამიზების არის ეს თუნდაც აი ახლა რომ ზივართ აქვს საუბრობთ ამაზე ვართ ჯანმრთელი ბედნიერი ანუ ნახეთ მიუხედავად იმისა რომ სოციალური ფონი მადლიერება სამყაროს მიმართ იმისთვის რაც მომეცა იმიტომ რომ მან იცის რომ თუ ამას სწორად გაივლის შემდეგ ცხოვრებაში უკეთეს დაიმსახურებს ნუ იგივე რეინკარნაციის თემას რო დაუბრუნდეთ ელემენტარული ბედნიერები არიან აი ქუჩაში ვერ ნახავთ შუბშეკრულ ადამიანს ვერ ნახავ ადამიანს რომ ბედზე წუწუნებდეს მიუხედავად იმისა რომ ხო ვიცით რომ სოციალური მდგომარეობა ძალიან ბევრი და იმდენად ის შეგრცხვება აი მართლა გულწრფელად ვამბობ იმდენად ბედნიერი ღიმილით ხდება ფეხშიშველი ქუჩაში რომ შეგრცხვება რომ აი ჩამოდიხარ და რაზე წუწუნებ რომ ეს არა მაგრამ რაღაცა არა მატერიალური მიდგომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამას რომ გაითავისებ ადამიანი და იქნება მადლიერი ყველაფრით რაც გაგაჩნდა ყოველწამიერი მე ხშირად ვუსმენ ფილოსოფოსებს ყოველწამიერი ყოველდღიური ხო აი ახლა ცხოვრობენ და ამ წამს მათ არ აქვს დროს სხვისი შურისთვის სხვისი ზიზრისთვის არა იმეთქი გეუბნები და შესაბამისად ეს სადმე თავს როცა არ იყრის რა თქმა უნდა ბედნიერება და კმები იმითი რაც გავს მართლა საოცრება და ჩვენ ამ დროს რა შევხარჯავთ ახლანდელ ყოფა დროს მომავალზე ნერვიულობა შეწუხებული ვარ მომავალზე ნერვიულობა წარსულზე ამ დროს და ერთი მომენტი ხო მე ვიყავი ასევე ერთ ქალაქ აგრაში ნუ რა თქმა უნდა ინდოეთში რომ მოხდები პირველი რა უნდა ნახო ჩემთვის ნუ იყო ეს ტაჯ-მაჰალი ო სასწაული იქნება მართლა საოცრება აი არ ვიცი ხა ჯერ ამხელა ისტორია არის სიყვარულის რამხელა ისტორია რომანტიზირებულია მაგრამ აი სამხრეთში მე არქიტექტურა ვნახე სამწუხაროდ გუშინ არ მე ვერ მოვაწოდე ეს კადრები რაც მოხერხდა არქიტექტურა ვნახე მივხვდი რომ უბრალოდ ტაჯ-მაჰალი არის რომანტიზირებული თორე საოცრებებია სამხრეთ ინდოეთში თუმცა ნუ ტაჯ-მაჰალს ამოდის და არის ეს პატარა ქალაქი აგრა დიახ და რომ მოვდიოდი სასტუმროში ფეხით ესეთი პირდაპირ ქუჩაში არის სალონი წარმოიდგინე კაცი ზის კი ყველგან არის ქუჩაში პირდაპირ ყველგან მასაჟი საცრებებს ვაწყდებოდი და ყველა ბედნიერია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში გარკვეული წესების დარღვევის გამო არაესთეტურია ქუჩის გასტრონომია მაგრამ ესეც კულტურის ნაწილია მე ვამბობ რას ნახეთ ბელი
მიუხედავად იმისა, შეგაწყვეტ. არა, კითხვის დელი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, მე სულ ვამბობ ყველას ვეუბნები, რომ აი დელიში ჩახვიდე და არ დააგემოვნო ქუჩის ამზარეულო. კი ბატონო. აი მაშინ დელის გემოს ვერ გაიგებ ასე მგონია. ანუ ეს ქუჩის გასტრონომია არის დელის გემო? ნუ განსაკუთრებით მე აი არ ვიცი დელიში ვაწყდები ძალიან ხშირად და მოწონს ყველგან არის აბსოლუტურად, მაგრამ აი მგონია რომ დელისთვის ეს არის რაღაცა სპეციფიკური მომენტი, ჩაი, მასალა, ჩაი და სამზარეულო. ასევე გვირჩიეს რომ ცოტა ისეთი განსხვავებული ინდოეთი უნდა ნახოთ მუმბაი. მუმბაი საოცარი ქალაქია, თანამედროვე. ჩემთვის ეს იყო, კი, ყველაფერს ეტყობა, ფერებსაც, რიქშების ფერებსაც კი ეტყობა, იმდენად იქ შავი ფერი. მოდის სფეროც განვითარებულია მუმბაიში. იმიტომ რომ მანდ არის უფრო ცენტრი. ნახეთ, ჩემთვის იყო ბავშვობის ოცნება მუმბაი, ნუ ისე ბოლივუდს დაუბრუნდები, ალბათ ბოლივუდის გამო, იმიტომ რომ აქ არის ყველაზე ცნობილი კინოინდუსტრია, თუმცა ძალიან ბევრი კინოინდუსტრია სამხრეთში და ყველა რეგიონში, მაგრამ ძალიან საინტერესო ქალაქია, აი ზუსტად მუმბაის კადრებია, ჯერ მარტო რკინიგზის სადგურია, ხა რასაც კადრზე ხედავთ და საოცრება, ну აი არ ვიცი რა რომელი ერთ უნდა ჩამოთვალა მოკლე დროში, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ თვითონ ჯერ ერთი ზღვის სანაპიროზეა ქალაქი, მთლიანად და ისეთი საღამოს ცხოვრება, ოჯახებით გადიან სანაპიროზე, არის 1000 შოუ გასართობი. ну ულამაზესია თვითონ ქალაქიც, არქიტექტურითაც ძალიან ლამაზია და კონტრასტები განსაკუთრებით. კონტრასტები და აუცილებლად ახლა შევეხოთ თქვენ ანსამბლს, თქვენ ლაქშმის ანსამბლს, როგორ აცნობთ ამ კულტურას ჩვენ ქვეყანას და აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. მოდი ვიტყვი რომ ვაცნობდი, ალბათ იმიტომ რომ 2020 წლამდე ძალიან აქტიურად 16 წელია რაც ლაქშმი არსებობს, კულტურის ცენტრი. ეს რო გითხრათ რომ ახლა რაღაც ამბიციით შეიქმნა, რაღაც ესეთი სიყვარულით შეიქმნა ჩვენს. დიახ, საფუძვლიანად გაქვთ ეჭვი. მინდოდა უბრალოდ ძალიან ბევრი ინდოეთის მოყვარული ადამიანი შეიკრება რაღაცა მომენტში ჩემს გარშემო და როცა ეს სოციალური ქსელები უფრო გააქტიურდა, რაღაცნაირად აი უცებ ექსპრომტად საერთოსთან რაღაც ხომსება იგეგმებოდა და უცებ გადავწყვიტე რომ აი რაღაც ცეკვის ჯგუფი შემექმნა სასწრაფოდ. ну მე გავფართოვდით, გავიზარდეთ 2020 წლამდე სულ ვიზრდებოდით. აღმოჩნდით ღონისძიებებს, ვაცნობდით რა ვიცი ინდოურ კულტურას, რაც შეგვეძლო ჩვენ თვითონ სწავლობდით და ვასწავლებით. აი ეს უფრო სწორია რომ გითხრათ. კი, ძირითადად მაინც ინდოეთის მოქალაქეები არიან თქვენთან, ქართველები არიან, ქართველები არიან. არა, მყავს ინდოელი სტუდენტებიც, ერთად ახლა წუთში ხოლის გამო ინდოეთში არიან წასულები, ქართველები და ინდოელები. ну ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ვიყავით. ახლა რაღაც პანდემიის მერე შევამცირეთ. გადმოიტანეთ რაღაცა თქვენს პირად ცხოვრებაშიც, აი ინდური წესები, აი გარეგნობაში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში. არა, გარეგნობაში მე მგონი დავემსგავსე რაღაცა. თანდათან თავისი მოხდა ეს. რაღაც ერთი ფოტოზე ვერ გიცნობ. ვერ განგასწავლეთ. და ინდურ კულინარიაზე რას გვეტყოთ და თუ დაეუფლეთ და თუ ამსადეთ. ну ახლა ჩემთვის ცდილობ, მაგრამ რო გითხრათ, ძალიან გამორჩეული რა აქვთ მაგალითად. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ არის რაღაც რეგიონები, სადაც ძალიან გავს იმეგრულ სამზარეულოს. იმიტომ რომ სანელებლები აქტიურად, ხო, და სიცხარე, ქათმის ქარი არის ასეთ ქარისი. ყველა ვიცით უკვე. კი, მე ინდურ მაღაზიაში ვყიდულობ ზოგადად. და რაღაცით გავს მეგრულ სამზარეულოს, ალბათ სიცხარის გამო, ალბათ სანელებლების გამო. აი რომელერზე უნდა შეაჩერო ყურადღება, იმიტომ რომ ყველა შტატში განსხვავებული ტკბილეულია, განსხვავებული კერძებია, ჩაისაც კი იგივე მასალა, ჩაისაც კი ყველა სადაც გამისინოს ყველგან სხვადასხვანაირად ამზადებენ. ну ისე უფრო ვეგეტარიანული არის ხო სამზარეულო ძირითადად? ну გააჩნია ზოგან არის ესეთი ტურისტებზე ალბათ უფრო გაცვლილი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ 80% ვეგეტარიანელია ფაქტიურად. ადგილობრივი. კი და ну არ მიერთმევს ხორცს და ну ახლა არის რა თქმა უნდა რესტორნები, სადაც ნებისმიერ ამას დააგემოვნებთ, მაგრამ ხორცის პროდუქტს კერძებს ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადად ვეგეტარიანული. და ისეთი საოცრებებს ქმნიან აი ამ სცენარეული პროდუქტისგან, რომ აი არ ვიცი, ხანდახან ვერ ვიგებ რა არის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ყოფილა კურკუმა, რომელსაც იყენებენ სანელებლები, ჯანჯაფილი, კურკუმა, ამაზი ყვავილებიო, მაგენი მე ძირითადად სუნელებში მიდის. ან ხო არ გონიათ რომ ეს რაღაცა ფერადები კი. ხო არ გონიათ რომ ეს რაღაცა შემორჩათ, იცის რომ ესე უნდა ჩვენ რო ვიცით ხომ ესე ვიცი რომ ბებია მასწავლა უნდა. ყველა
სანელებლის დანიშნულება იციან. აი რაღაცა მაგალითად ძალიან ცხიმიანი საკვები მიერთვი ხო მოგიტანენ რაღაცა მარცვლეულს, აი ეს გასინჯე და აი ყველაფრისთვის იციან რა რასთან როგორ სწორი კვება მოგედა. და სხვადასხვა მედიცინა ძალიან განვითარებული აქვთ. კი. საკმაოდ ძლიერი. ჩვენთან ბევრი სტუდენტია. მე უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ მაყურებლისთვის ძალიან შთამაგონებელი იყო თქვენი სტუმრობა და ერთხელ მაინც ამ ულამაზეს ინდოეთს უნდა ალბათ ყველა ეციოს და შეიგოს და შეიფეროს ეს მრავალფეროვნება და ეს საოცარი ფერები მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს და ბედნიერ დღეს გისურვებთ.